თურქეთში განახლდა მწვავე დებატი კანონპროექტზე, რომლის მიზანიცაა ქუჩაში მაწანწალა ძაღლები აღარ იყვნენ. დისკუსიები მას შემდეგ განახლდა, რაც 2 წლის გოგონა რანა ელ-სელჩი ქუჩის ძაღლების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო და მუნიციპალურმა თანამშრომლებმა რეგიონში, სადაც შემთხვევა მოხდა, ძაღლების შეგროვება დაიწყეს. თურქეთის მთავრობის შეფასებით, ქვეყანაში თითქმის 4 მილიონი ქუჩის ძაღლი ბინადრობს. კანონპროექტი, რომელსაც ცხოველთა დამცველებმა ხოცვა-ჟლეტის კანონი უწოდეს, თურქეთის პარლამენტმა 2024 წლის ზაფხულში მიიღო, თუმცა მისი განხორციელება მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა. მოსახლეობას შორის კანონის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. მიზანი ყველა ცხოველის მოშორება არ უნდა იყოს. გამოსავალი უნდა მოიძებნოს და ეს მუნიციპალიტეტებისა და ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობაა. ჩვენ თვითონ გამოსავლის მოძებნა არ შეგვიძლია. მაგალითად, თუ აშენებენ დიდ თავშეყრის ადგილს ცხოველებისთვის, ძაღლებს ცხოვრების შანსი ექნებოდათ, ხოლო ჩვენ და ჩვენი შვილები არ დავზარალდებოდით. კანონის თანახმად მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან ქუჩის ძაღლებს ვაქცინაცია და კასტრაცია ან სტერილიზაცია გაუკეთონ მანამ, სანამ გააჩუქებენ. ძაღლები, რომლებიც განიცდიან ტკივილს, მძიმე დავადარიან ან ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, ევთანაზიას დაექვემდებარებიან. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მთავრობა კანონის იმპლემენტაციისთვის ახლა გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამს. არ არსებობს ახსნა იმ ველურობის, რაც 2025 წელს თურქეთში მოხდა. ოპოზიციისა და გარკვეული ბანდების მსგავსი სტრუქტურების წინააღმდეგობის მიუხედავად, ვდგამთ გადამწყვეტ ნაბიჯებს, რათა აღსრულდეს კანონი, რომელიც აგვისტოში ქუჩის ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად მივიღეთ. ცხოველთა მოყვარულები შიშობენ, რომ კანონის სრულად ამოქმედებას ბევრი ძაღლის სიცოცხლე შეეწირება. მათი თქმით, მუნიციპალიტეტები ავადმყოფნის საბაბს ძაღლების დასახოცად გამოიყენებენ. დავუშვათ, რომ ათასობით ძაღლი მოაგროვეს. სად მიყავთ ისინი? თავშესაფრები არ არსებობს. თურქეთში არაა საკმარისი თავშესაფარი. ისინი, რომლებიც არსებობს, სიკვდილის ბანაკებია. ძალიან მკაფიო ვიქნები ამის შესახებ. თუ 100 თავშესაფარი არსებობს, მხოლოდ 10-ია ადეკვატური. დანარჩენი სიკვდილის ბანაკებია. ზოგიერთი ექსპერტი, რომელიც ამ კანონპროექტს აკრიტიკებს, მიიჩნევს, რომ ქუჩის ძაღლების თემა მთავრობის მხრიდან გაუარესებული ეკონომიკისა და გაძვირებული ცხოვრების საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.